მოგესალმებით, კომპანია „ტკბილი ქვეყანა“, დირექტორი ლია ზარიძე. დავეთანხმები ყველა იმ ჩამოთვლილ პრობლემებს, რაზეც ვისაუბრეთ. მთავარი, რაზეც ბატონმა პაატამ ბრძანა, რომ ჩვენ არ უნდა გქონდეს იმის შიში, რომ ხვალ ჩვენ დაგვიმთავრდება კონტრაქტები და ჩვენ აღარ ვიქნებით წარმოდგენილი, ეგრეთ წოდებულ ქსელურ მარკეტებში. მე იმ ყველა ჩამოთვლილ პრობლემას ერთ პრობლემას დავამატებდი, სააქციო პროდუქცია, რომელიც იყიდება დაუშვათ ქსელურ მარკეტებში. ჩვენ ვალდებულები ვართ ქსელს მივაწოდოთ იმ პერიოდში ის რაოდენობა, რაც აქვთ მათ მოთხოვნა. თუმცა ეგრეთ წოდებული ნაშთი, რომელიც რჩება, მთლიანად გვიბრუნდება ჩვენ უკან. ესეც გარკვეულწილად არის პრობლემა და შესაბამისად პროცენტულად ყოველ თვიურად ალბათ დაახლოებით შეადგენს 4-5%. ჩამოწერა, ეგრეთ წოდებული დანაკარგი, რომელიც ხდება, ჩამოწერა. ეს პრობლემები, რაზეც ვისაუბრეთ და აღარ განმეორდები, ყველა სასახად გვაქვს. ბატონმა მერაბმა აღნიშნა წეღან, რომ დაუშვათ ერთ-ერთ ქსელში არ არის წარმოდგენილი, თუმცა ჩვენც არ ვართ წარმოდგენილი, სხვა ქსელებში, თუნდაც იმის გამო, რომ არის მათი მხრიდან რაღაც კონკრეტული მოთხოვნა ქეშბექთან დაკავშირებით. ამიტომ იმის შიში, როგორც დაუშვათ ტკბილ ქვეყანას, ასევე თითოეულ ქართულ წარმოებას არ უნდა გქონდეს, რომ კონტრაქტი დასრულდა და ჩვენ ვეღარ შევძლებთ სამომავლოდ ჩვენი პროდუქციის რეალიზებას და გაყიდვას. უნარიანად რომ ვიყვეთ წარმოდგენილი იმპორტირებულ პროდუქციასთან. ძალიან ცუდია, როცა შედიხარ მაღაზიაში და ქართული არის სადღაც დაბლა მოთავსებული და იმპორტირებულს ექცევა უფრო მეტი ყურადღება თუნდაც განთავსების კუთხით. ესეც პრობლემა არის, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ადგილობრივი წარმოებას უნდა გქონდეს პრიორიტეტი.